მოგესალმებით. მე ვარ მარიამ გამხარაშვილი, Forcetis პროგრამების კოორდინატორი და დღეს შემოგერთებით პრეზენტაციით რატომ მონაცემთა ვიზუალიზაცია. პირველ რიგში სანამ გადავართ ჩვენ პრეზენტაციაზე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო UNILAB-ს მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ კორონას დროს, როდესაც მე რეალურად ვერ ვატარებ ხოლმე ჩემს საგანმანათლებლო პროექტებს, ვერ ხელმძღვანელობდა ვერ ვატარებ მსგავს პრეზენტაციას, დიდი მადლობა, რომ მომეწეს საშუალება ასეთი დისტანციური მეთოდით ჩავერთო და ვისაუბრო იმაზე, რასაც ვსაქმიანობ. ეხლა რომ გადავიდე მე ჩემს პრეზენტაციაზე, უკვე და ნელ-ნელა დავიწყოთ იმაზე საუბარი, თუ რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. კი ბატონო. სანამ გადავალთ უშუალოდ თემაზე, მინდა გითხრათ ცოტაოდენ ჩემზე და ჩემი გუნდის შესახებ, როგორც ალბათ შესავლიდან გაიგებდით, მე მარიამ გამხარაშვილი ვარ, ორგანიზაცია Forcetis წარმოვადგენ. ეს არის მონაცემთა ვიზუალიზაციის და კომუნიკაციის ორგანიზაცია, რომლის გუნდიც 2012-დან მოღვაწეობს სწორედ ამ სფეროში. ასე ვთქვათ, პიონერები ვიყავით მონაცემთა ვიზუალიზაციის კუთხით საქართველოში და მრავალი წელი ასეც რჩებოდით და ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდში არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ჩვენს რეგიონშიც ხდება სულ უფრო და უფრო ახალი მოთამაშეების წინ წამოწევა ამ სფეროში, რათა ერთად გავაძლიეროთ ეს სფერო, რომელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება 21 საუკუნეში. სწორედ ამაზე ვეცდები, რომ პირველი ბლოკი ვისაუბრო და დავიწყოთ მოდით იმით, თუ რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია და სანამ მონაცემთა ვიზუალიზაცია, რა არის მონაცემები, ხო? ბევრმა თქვენგანმა იცის, რა თქმა უნდა, რაც არის მონაცემები და ყოველდღიურობაში შეხვედრილ ხართ დაწყებული სკოლის ასაკიდან და უფრო მცირედი ასაკიდანაც ალბათ, თუმცა მოდი სისტემატიზაცია მოვახდინოთ ამ გაგების. ეს არის რაოდენობრივი ან თვისებრივი ინფორმაცია, ხო? ასევე ხდება მონაცემების შეგროვება, ანალიზი, ერთგვარი კოდირება, ხო, ან მონაცემები არის ინფორმაციის ან ცოდნის კოდირება რაიმე ფორმით, რომ შემდგომ ის გახდეს უფრო მარტივი ანალიზისთვის და უკეთესად გასაგები რომ იყოს თუ რა სახის მონაცემი გვაქვს, ან რას გვიყვება ეს მონაცემი, ხო? ჩვენ ამას ვეძახით ამ პროცესს კოდირებას და მერე უკვე შემდგომ დეკოდირებას, როგორც ხდება ჩვენი მომხმარებლის მიერ აღქმა იმ მონაცემების, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, მისი კოდირება ჩვენ მოვახდინეთ. მონაცემთა ინდუსტრია ძალიან საინტერესო ინდუსტრიაა. ინტერნეტის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მონაცემებიც ძალიან მზარდი ტემპით გაიზარდა. ისეთ მოკლე დროშიც, როგორც არის ვთქვათ 2016 და ვთქვათ 2020 შედარებაც რომ ავიღოთ, რამდენჯერმე არის გაზრდილი მონაცემების რაოდენობა და აკუმულირება სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უკვე გარდაიქმნება მონაცემად, ეს არავისთვის არ არის, ხო? სიახლე, რომელიც შემდგომ უკვე გამოიყენება ბიზნესების მიერ, გამოიყენება სოციალური კვლევების მიერ და ასე შემდეგ. 44 ბილიონი გიგაბაიტი მონაცემი გროვდებოდა 2016 წელს. რაც რა თქმა უნდა ძალიან გაიზარდა უკვე და 2025 წლისთვის პროექცია არსებობს, რომ აი ქვემოთ რომ ციფრია მოყვანილი 473 ბილიონი გიგაბაიტი იქნება ყოველდღიურად შეგროვებული მონაცემები. როგორც თქვი, დიდწილად ამ ინფორმაციის დიდწილად ეს ინფორმაცია მოდის სწორედ ინტერნეტის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე. ამიტომ ეს რა თქმა უნდა სხვა თემაა, თუმცა ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც ვაზიარებთ ჩვენს პირად მონაცემებს და არა მარტო პირად მონაცემებს, ნებისმიერი ჩვენი კვალი ინტერნეტში შეიძლება მონაცემად გარდაიქმნეს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ცალკე თემაა, თუმცა ყოველთვის დაფიქრდით ამაზე. მონაცემთა ინდუსტრიის კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი არის ბაზრის წლიური ბრუნვა. ეს ბაზარი და ეს ინდუსტრია არ არის მხოლოდ ინფორმაციით დატვირთული ასევე მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრებით და ამ მონაცემებით აკუმულირდება ძალიან დიდი რაოდენობა თანხა, ხო? თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, თუ რამდენი არის ყოველწლიური ბაზრის ბრუნვა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსგავსი ინდუსტრიები, იყენებენ როგორც თქვი უკვე ძალიან ბევრი ბიზნესი და არა მარტო სოციალური კვლევის საგანი ხდება მონაცემების დამუშავება, ბანკები, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ, მხოლოდ ევროპაში კვლევის მიხედვით არის დადგენილი, რომ 75,000 სამუშაო ადგილი სწორედ მონაცემთა ინდუსტრიაზე მოდის, რაც ასევე არის მზარდი და ყოველწლიურად ეს სამუშაო ადგილები რამდენჯერმე იზრდება.
რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია? გადავიდეთ უკვე უშუალოდ ჩვენი თემის სლაიდებზე და სექციაზე, თუ რა არის ვიზუალიზაცია იმ მონაცემების, რაც ჩვენ აღწერეთ, ხო? მონაცემთა ვიზუალიზაცია პირველ რიგში არის ჩვენსავე მონაცემებში გარკვევის საშუალება. მსგავსი რამ ძალიან ბევრ თქვენგანსაც ალბათ გამოუყენებია, მარტივ Excel-ის ფორმებს თუ ავიღებ და დიაგრამებს შევქმნით, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ პირველ რიგში ჩვენ მომხმარებელმა გავიგოთ თუ რას გვეუბნება ჩვენი მონაცემი. იქნება ეს ძალიან პატარა მონაცემი თუ ძალიან დიდი მონაცემი, ხო? თუმცა მეორე მხრივ მონაცემთა ვიზუალიზაციას აქვს უკვე ფართო გაგება და აი სწორედ აი ეს კონკრეტული ფართო გაგება ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ სფეროში მუშაობს Forsted-ის. ეს არის დიდი მონაცემის ისეთი კომუნიკაცია დიზაინის და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ თქვენი აუდიტორიისთვის ძალიან გასაგები იყოს ის, რაც ვისიც მას ყოველთვის ეშინია, ხო? არავისთვის დასამალი არ არის, რომ მონაცემები რაღაც წილად აფრთხობს ხალხს, ხო? და როდესაც ვხედავთ რაღაცა დიდ დიაგრამებს, პირველი შეიძლება რაც გაგვიჩნდეს არის ის, რომ შიში გქონდეს, ხო, ამის აღქმის. სწორედ აქ შემოდის მონაცემებითა ვიზუალიზაციის თანამედროვე მიდგომები, რასაც ქვია მონაცემებით ამბის თხრობა, თუნდაც, სადაც ჩვენ ვცდილობთ დიზაინით და ტექნოლოგიით გავამარტივოთ ეს მონაცემების აღქმა იმ დონეზე, რომ ადამიანს ეს პირველი ბარიერი, შიში, ასე ვთქვათ, დავაძლევინოთ და პირდაპირ მივაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ფოკუსირება მოვახდინოთ სწორედ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რის კომუნიკაციასაც ვცდილობთ. და რატომ მონაცემთა ვიზუალიზაცია, ხო? როდესაც მე მოვხდი Forsted-ის გუნდთან, მე ზუსტად სხვა საკმაოდ ისეთ ადმინისტრაციულ პოზიციაზე მოვხდი და შესაბამისად კარგად არ მესმოდა თუ რას აკეთებდა ჩემი მთელი გუნდი. მეც რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის მსგავსად გამიშთა კითხვა კი, მაგრამ რას ვაკეთებთ ხა, რატო არის ეს თქვა საჭირო, ხო? და ძალიან კარგად მახსოვს და ჩემ ყველა პრეზენტაციაში ვცდილობ რომ ეს ფაქტი მოვიყვანო, იმიტომ რომ მახსოვს რამდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ტვინამდე მიღწეული ინფორმაციის 90% თურმე ვიზუალური ყოფილა. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი 90%-ით აღიქვავს ვიზუალურ რად მიწოდებულ ინფორმაციას უფრო უკეთესად, ხო? აქედან გამომდინარე, ყველანაირი კითხვა თუ რატომ მონაცემთა ვიზუალიზაცია ჩემთვის მაგალითად ნათელი გახდა. ასევე დამატებით გვაქვს ისეთი ინფორმაცია, რომ ვიზუალური ინფორმაცია უკეთესად აღიქმება 40% ადამიანების მიერ, ვიდრე ტექსტი. ხო, რა თქმა უნდა, ტექსტ თავისი ადგილი აქვს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ტექსტი არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა პირველადი ეფექტი და პირველადი მიღწევადობა ტვინამდე სწორედ ვიზუალით ხდება და ხოლო უკვე შემდგომ ამის ანალიზი თითქმის ნახევარ მოსახლეობაში უფრო კარგად აღიქმება ვიზუალით. მარტივად მიწოდებული ინფორმაცია იმისთვის არის საჭირო, რომ რაც შეიძლება მარტივად მივაღწიოთ ჩვენი მომხმარებლის და ჩვენი აუდიტორიის გულამდე, ხო, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, ეს სწორედ მიაღწევს იმ მიზანს, რომ ჩვენი ინფორმაცია იქნება სწორედ მიწოდებული და კომუნიკაცია მოხდება სწორად, ხო? ჩვენ თუ ზედაპირულად ადამიანი არ ჩაუღმავდა ჩვენს ინფორმაციას და არ წაიკითხა, შესაბამისად ვერც ინფორმაციის კომუნიკაციას მოვახდენთ და ვერც ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ როგორც რაღაცა ამბის კომუნიკატორები, ხო? ეხლა მინდა გადავიდე ისეთ სექციაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ 21 საუკუნეში ხშირად გიწევთ შეხვდეთ თუ არ ქმნით, ხშირად გიწევთ წაკითხვა და გააზრება მით უმეტეს COVID-19 პირობებში მონაცემებმა ძალიან დიდი როლი შეიძინა და აქამდე თუ ერთეული ორგანიზაციები აკეთებდნენ მონაცემებით კომუნიკაციას და ინფორმაციის მიწოდებას, ახლა იქიდან გამომდინარე, რომ სუფთად რაოდენობრივი ინფორმაცია გვაქვს და ყველას აინტერესებს ეს რაოდენობა და რიცხვები, რაც ამ პანდემიას თან ახლავს, ამიტომ დამატებითი ღირებულება შეიძინა ამ სფერომ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მისი ინტერპრეტაციაც ხდება ამ მონაცემების და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ბევრად უფრო გონიერად მიუდგეთ ამ საკითხს და პირდაპირ არ დავიჯეროთ ხოლმე ყველა ინფორმაცია და რამდენიმე ძალიან ბევრი რესურსი არსებობს, თუ როგორ ინტერპრეტაციით არ უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კარგი იქნება, რომ ჩვენს გავიაზროთ ეს როგორც მომხმარებელმა, თუმცა კორონას რომ თავი დავანებოთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ ზოგადად კარგ მონაცემთა ვიზუალიზაციაზე და ჩვენ შეგვიძლია ახლა წარმოვიდგინოთ ალბათ ის ფაქტები, ან ის მაგალითები, რაც ჩვენ პრაქტიკაში გვქონია, ხო? ასევე რამდენიმე პრინციპი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, როცა ვქმნით მონაცემთა ვიზუალიზაციას. შესაბამისად, თქვენ თუ არ ქმნით,
როცა მას აფასებთ როგორც მკითხველი, ჩემი სურვილი იქნება და ძალიან გამიხარდება თუ შემდეგში როცა შეგხვდებათ ასეთი ინფორმაცია, თუნდაც COVID-ზე, მსგავსი კრიტერიუმებით შეაფასოთ მისი ხარისხი. პირველი არის სიახლოვე, თითოეულ ამას მე უკვე შემდეგ ჩავშლი სათითაოდ, მაგრამ მოდით ახლა ჩამოვთვალოთ. სიახლოვე, მსგავსება, დაკავშირებულობა, შემოსაზღვრულობა, გაგრძელებადობა და შეკვრადობა. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რითიც დიზაინის და ტექსტის აგების დროს ხელმძღვანელობთ ხოლმე. პირველად რომ დავიწყოთ, დამეთანხმებით ალბათ, რომ პირველი მაგალითი ბევრად უფრო ერთიანობას რომ დავუთმოთ, ხო? ყურადღება, ბევრად უფრო ერთიანად აღიქმება, ვიდრე მეორე მაგალითი, სადაც ასე ვთქვათ, რაღაცა ბავშვის კბილებივით არის მოცვლილი რაღაც სექციები, ხო? სწორედ ამიტომ არსებობს ეს ბევრი კვლევები, სადაც დასტურდება, რომ რაღაც ობიექტების სიახლოვე უფრო ხელს უწყობს თქვენს მომხმარებელს, რომ აღიქვას იგი როგორც ერთ ჯგუფად. შესაბამისად, როგორც წინაზე ვთქვით, ერთი უფრო ერთ ჯგუფად აღიქმება ერთი მაგალითი, პირველი მაგალითი, ვიდრე მეორე მაგალითი. აი ამის მაგალითად Forcetet-ის გუნდის მიერ რამდენიმე წლის წინ შექმნილი ვიზუალი, სადაც ჰაერის დაბინძურებაზე გვაქვს საუბარი და სადაც რაღაც წლები გვაქვს, ქალაქები გვაქვს ერთმანეთთან შედარებული, შესაბამისად თბილისის მონაცემები ერთ სივრცეშია დაჯგუფებული, ქუთაისის ერთში, ზესტაფონის ერთში და ასე შემდეგ და სწორედ აი ამ ერთიანობით ადამიანს არ უჩნდება იმის მკითხვა თუ სად იწყება თბილისი და სად მთავრდება ქუთაისი და ასე შემდეგ. ეს მარტივი მაგალითია, რა თქმა უნდა. მეორე მაგალითი არის კავშირის არსებობა, ხო? რომელი უფრო მარტივი აღსაქმელი. ალბათ დამეთანხმებით, რომ მეორე მაგალითი უფრო მარტივი აღსაქმელია, თუ როგორი დიაგრამა გვაქვს, ან ეს წერტილები საერთოდ რას წარმოადგენენ. და ნამდვილად სწორი იქნებით, თუ დამეთანხმეთ, იმიტომ რომ შეერთებული ობიექტების აღქმა, როგორც ერთიანი ჯგუფის, ბევრად უფრო უადვილდება ადამიანის თვალს, ვიდრე გაფანტული წერტილების რაოდენობა, ხო? აი მაგალითი დარწმუნებული ვარ მსგავსი დიაგრამებიც არან ერთხელ გაქვთ ნანახი და სწორედ ეს დიაგრამები არის აი ამ კავშირის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა დაგანახოთ მათმა შემქმნელმა ის ტენდენციები რაც ამ მონაცემებში არის ჩამალული. აქ ეხლა შეგვიძლია ცოტაოდენ დრო რომ დავუთმოთ, დავაჯგუფოთ და გამოვყოთ რამდენი ჯგუფის გამოყოფა შეგვიძლია, ან რამდენ ნიშნად შეგვიძლია დავაჯგუფოთ ეს ობიექტები, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, რომ მეჩვენებინა მე მსგავსი უკვე დაჯგუფებული ერთიანობა და ერთობლიობა, ხო? შესაბამისად უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა ვიზუალიზაციაში მსგავსება, ანუ მსგავსი ობიექტების ერთად დაჯგუფება, იმისთვის, რომ თქვენს აუდიტორიას, აი როგორც პირველ იმაში იყო, რამდენიმე წუთი განა, აქედან ვერ გამოვიტანთ იმ რაოდენობას თუ რამდენი ჯგუფი უბრალოდ ამაში ძალიან დიდი დრო იკარგება და ჩვენი კომუნიკატორების მთავარი როლი, როცა მონაცემებზე დგება საქმე, არის ის, რომ ისედაც რთულად აღსაქმელი მონაცემები უფრო არ უნდა გავურთულოთ ჩვენს აუდიტორიას. შესაბამისად, თუ სადმე შეგვიძლია რომ ის გავამარტივოთ და დავაჯგუფოთ მსგავსი ელემენტების მიხედვით, ეს აუცილებლად უნდა ვქნათ. ეს მსგავსი ელემენტები შეიძლება იყოს ფერი, ფორმა, ზომა, მიმართულება და ასე შემდეგ, ხო? ამას ხშირად ვიყენებ დიაგრამებში და თქვენ აქ ხედავთ, თუ როგორ არის კოდირებული მონაცემები ფერით და ზედაპირის ფორმებით, ხო, ეს შტრიხებს რო ხედავთ. შესაბამისად, აქ უკვე დამატებითი ინფორმაციაც შემოდის კაცებსა და ქალებს შორის, საკრებულო და გამგეობაც აი სხვადასხვა კოდირებით არის შემოტანილი, ხო? შემოსაზღვრულობა არის კიდევ ერთ-ერთი ის პრინციპი, რაც არასდროს არ უნდა დაგვაუწყოს, როცა ვმუშაობთ მონაცემთა ვიზუალიზაციაზე და შემოსაზღვრულობის კარგი მაგალითი, სწორედ ქვემოთ არის მოყვანილი, ეს არის ისეთი რაღაც, სადაც ვიზუალური დეტალებით ვცდილობთ შემოსაზღვროთ ერთი ინფორმაციის მატარებელი სექცია ან ობიექტი და ჩვენს აუდიტორიის თვალს გავუმარტივოთ იმის აღქმა, თუ სად რა იწყება და სად რა მთავრდება, ხო? თუნდაც აი შუა გულში რომ ვნახოთ, ეს მოიასამნის პრობურთუა რაც არის, ისიც შემოსაზღვრულია და მის გარშემო რაც არის, ეს წერტილოვანი ზოლებით, ეს არის ის პატარა ხრიკები და დეტალები, რასაც დიზაინში ხშირად ვიყენებ, რომ ისედაც დატვირთული ვიზუალები
სივრცულად გამოვყოთ და გაუადვილოთ აღქმა ჩვენს აუდიტორიას. გაგრძელებადობა არის ის პრინციპი, რომ ერთხაზე დალაგებული ობიექტები ადამიანის მიერ აღიქმება როგორც ერთი მთლიანის ან რაღაც ერთი მთლიანობა, შესაბამისად მსგავსად იმისა, რომ არ გამოვიყენოთ მუდამ სვეტოვანი ან ხაზოვანი დიაგრამები, რომელიც შეიძლება უბრალოდ დამღლელი იყოს თვალისთვის ერთ ვიზუალში რამდენჯერმე გამოყენება. ხშირად ვიყენებთ ასეთ ტექნიკას, როგორც არის მაგალითად ხატულებით, ეგრეთ წოდებული აიკონებით გამოვხატოთ იგივე ინფორმაცია და უბრალოდ აი ამ გაგრძელებადობის პრინციპის მიხედვით დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადამიანი ამას ერთიანობად აღიქმავს და არა ცალ-ცალკე. შეკვრადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დიზაინში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რაღაცების გამარტივებას როცა ვცდილობთ ან რაღაცების შემოფარგლას როცა ვცდილობთ, არასდროს არ უნდა დაგვაუწყოს, რომ რა დონემდე უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ შეკვრადობა ყოველთვის უნდა დარჩეს იმ ობიექტის, რათა არ წაიშალოს მისი აღქმადობა, ხო? აი ას რომ მივაქციოთ ყურადღება, პირველ და მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის 100-ა. თუმცა ჩვენ თუ იმდენად გავამარტივეთ რაღაცა და შეკვრადობა დაუკარგეთ და ფორმა დაუკარგეთ ამ ყველაფერს, უკვე კარგავს თავის მნიშვნელობას და მხოლოდ ეს მარჯვენა ბოლო რომ გაჩვენოთ, ალბათ ვერც მიხვდებით, რომ ეს არის. ეს მორბენალი ზაღლუკაც ეხლა ძალიან აღქმადია, რომ არის პატარა საყვარელი დალმატინელი, თუმცა დამერწმუნეთ, მხოლოდ ესეთი ობიექტი, რომ სადმე შეგხვდეთ, ეხლა შეიძლება მიხვდეთ, რომ ზაღლია, იმიტომ რომ ის ზედა მორბენალი ზაღლი გახსენდებათ, მაგრამ რომ დავივიწყოთ ის ვიზუალი, ეს იქნება უბრალოდ რაღაცა წერტილების ერთობლიობა და ძალიან გაგიჭირდებათ, რომ მიხვდეთ, ეს არის ძაღლი. შესაბამისად, შეიძლება რაღაცა შეკვრადობის პრინციპები დავივიწყოთ, თუ ეს არის დინამიკა და თუ ის ობიექტი მაინც აღიქმება იმათ, რადაც უნდა აღიქვას, ხო? ეს არის ამის ნათელი მაგალითი. შემდეგი რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ვიზუალური იერარქია და მისი მნიშვნელობა. იერარქია გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი უნდა დაალაგდეს, მით უმეტეს ტექსტები უნდა დაალაგდეს თავისი მნიშვნელობის მიხედვით. ამას ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ, როცა ვწერთ ტექსტს, შესაბამისად, სათაურს გამოვყოფთ, ქვესათაურს გამოვყოფთ, მერე უკვე ძირითად ტექსტს გამოვყოფთ და ასე შემდეგ. ასევე ხდება მონაცემთა ვიზუალიზაციაში და ინფოგრაფიკებშიც, რომ ვთქვათ, რაც არის მნიშვნელოვანი, ის უნდა გამოვყოთ უფრო აქცენტირებულად და რაც არის ასე ვთქვათ, ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი, შეგვიძლია უფრო სხვანაირი ფორმის იყოს და სხვანაირი ზომის. გამოყოფა შეიძლება იყოს ფერების მიხედვითაც. ამ ორ ყუთში შეიძლება ვნახოთ, რომ მარჯვენა ყუთი არის ზომითაც გაზრდილი, თუმცა ფერებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვარდისფრო, მოწითალო და მომწვანო ტონები არის ყველაზე უკეთესად აღქმადი. შესაბამისად, ეს არის მსგავსი ტექნიკები, რომელსაც მივმართავთ ხოლმე დიზაინში, აი ამ ტექსტსაც რომ დაუბრუნდეთ, ჩვენ ხედავთ, რომ გარდა ფერით იერარქიისა, აქ არის ზომით იერარქიაც, სადაც ჩვენ ვთქვათ, აი ტექსტით თუ არის გაბოლდებული და გადიდებული, უკვე მომდევნო სლაიდზე, აი რომ გადავალთ ერთი წუთით, აი ამ სლაიდზე უკვე ფერითაც გვაქვს გამოყოფილი ის ტექსტი, რაც არის ჩვენთვის აქცენტირებადი და რაზეც გვინდა რომ ყველაზე დიდი ყურადღება მივაქცევინოთ აუდიტორიას. აქაც აი ხშირად მიმართავთ ამ ტექნიკასაც, სადაც კვეთრად გამოვყავს რაღაცა ერთი მონაცემი, ამას მსგავს მეთოდს ვიყენებთ იმისთვის, რომ როგორც იცით, ძალიან მცირედია დრო, რომ დავაინტერესოთ ჩვენი აუდიტორია, შესაბამისად ასეთი ვიზუალური ხერხებით შეგვიძლია მივიქციოთ ჩვენი აუდიტორიის ყურადღება და ასე ვთქვათ, ვაიძულოთ, რომ წაიკითხოს ჩვენი ინფოგრაფიკი ან ჩვენი მონაცემი, იმიტომ რომ რაღაცა პირველმა დააინტერესა. ამ შემთხვევაში აი ამ 273-მა. მსგავსად აქაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ტექსტის იერარქიას ხედავთ თქვენ, 3 დონის არის და უფრო მეტისაც, იმიტომ რომ ლეგენდას კიდევ უფრო პატარა ტექსტი აქვს და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ფერებითაც ხდება აქცენტირება იმ საკვანძო სიტყვების და საკვანძო ინფორმაციის, ისი გამოყოფაც სურს ავტორს. ზუსტად იგივე მაგალითი არის აქაც ტექსტის იერარქია ფერითაც და ასევე ზომითაც. აქაც გვაქვს ის გაგრძელებადობა, შეგიძლიათ ნახოთ, ხატულებით გაკეთებული და ასევე ტექსტის და ფერის იერარქიაც კარგად არის აქ ნაჩვენები. ეს რაზეც ვისაუბრეთ არის შემოფარგლითი ის, რომ რას ეკუთვნის, აქაც ფერითაც გვაქვს ეს ყველაფერი დაკავშირებული და ასევე
ზოლებითაც და მარტივად აღიქმება და გადავიდეთ იმაზე თუ აი იმ ტექნიკებსაც მე ჩამოვთვალე, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ და როგორ ავაგოთ სქემები, ხო? თითოეულ ამბავს აქვს თავისი სტრუქტურა, მათ შორის მონაცემთა ვიზუალიზაციის ნებისმიერ ამბავსა და ნებისმიერ კომუნიკაციის ნაწილს უნდა კონდეს თავისი სტრუქტურა. ამიტომ, როდესაც ჩვენ დავხოცთ ხოლმე ტექსტს, ხშირად რასაც ვაკეთებ დიზაინერებთან ერთად, ვხდებით და ვაკეთებთ აი მსგავსი ტიპის მონახაზს, ხო, მოკაპს, ასე ვთქვათ. ეს მონახაზი ეხმარება რა თქმა უნდა დიზაინერს, რომ კარგად გაიგოს რა როგორ უნდა განათავსოს, მაგრამ ეხმარება მეც, როგორც კონტენტის შემქმნელს, რომ უკეთესად გავიგო თუ რანაირად გამოსახავს ჩემს იდეას დიზაინერი, ხო? თუ რა თქმა უნდა ხართ პიროვნება, რომელიც ამას ყველაფერს ერთად აკეთებთ, ეს ნაბიჯი, ანუ თქვენ აკეთებთ, ხო? თქვათ ისე არ ხართ როგორც მე, რომ დიზაინერთან ერთად მუშაობ, მაგრამ ხართ ის უნიკალური ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოპით შექმნას და შემდგომ ამის დიზაინიც. ეს ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად თქვენც გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი სახელმძღვანელო, იმიტომ რომ ქაოსურად რომ გადახვიდეთ უკვე პროგრამაში და დაიწყოთ ხატვა, დამიჯერეთ უფრო დაიბნევით რისი და როგორ კომუნიკაცია გსურთ, ვიდრე აი ესეთი მარტივი სქემა რომ გააკეთოთ და მხოლოდ შემდგომ გადახვიდეთ უკვე ციფრულ პროგრამაში ამის გადასატანად. რა თქმა უნდა, ამის მრავალი გზა არსებობს, თუ როგორ შეიძლება დაალაგოთ თქვენი კონტენტი და ამაზე ძალიან ბევრი რესურსია ინტერნეტში და ძალიან გაგიადვილდებათ პირველად თუ აკეთებთ ამას მსგავსი იმის გაცნობა მსგავსი ლიტერატურის, აი ჩვენს პრაქტიკაში ფორსეტის გუნდსაც ბევრჯერ გამოუყენებია მსგავსი ტექნიკები. ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, შეგიძლიათ აქ უკვე ნათელ მაგალითზე ნახოთ ის ტექნიკა, რაც ჩამოვთვალეთ, ხო? აქ რა თქმა უნდა გვაქვს იერარქია, გვაქვს სექციების გამოყოფა, გვაქვს რაღაცის შემოფარგლა, რომ თვალმა ზუსტად იცოდეს სად და როდის უნდა მიაპყროს ყურადღება და როგორ უნდა იკითხოს, ხო? ამას ინგლისურად flows ვეძახით, ხო? ანუ ასე ვთქვათ, დინებას ამბის, რომ გავუმარტივოთ ჩვენს აუდიტორიას. მარცხენა მხარეს ვხედავთ ფორსეტის გუნდის მიერ შექმნილ ვიზუალს და მარცხენა მხარეს ეს უბრალოდ ინტერნეტიდან აღებული ვიზუალია და მინდა რომ ყურადღება მიაპყროთ იმაზე, რომ მარცხენა ვიზუალზე აი ესეთი პატარა დეტალებით, როგორც არის სექციები, როგორც არის სექციიდან სექციამდე ვიზუალური გრაფიკული გადასვლები, ბევრად უფრო მარტივია იცოდეს სად უნდა დაიწყო კითხვა და საით უნდა წახვიდე, ვიდრე როგორც მარჯვენა მხარეს, რა თქმა უნდა ეს ბურთულები ვითომ შემოფარგლულობას და შემოხაზულობას გვაძლევს, მაგრამ ცოტა ვიბნევი საიდან სად უნდა წავიდე და რომელს მივაპყრო ჯერ ყურადღება. ანუ ჩემი თვალით ცოტა ქაოსში ვარდება, ხო? ამის მაგალითი სხვაც ბევრი გვექნება. აი მაგალითად ეს ფაზლის ეფექტიც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, რომ რაღაცა ფაქტურად დალაგებული ინფორმაცია ერთიანობა ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ფაზლი საბოლოო ჯამში ერთიანობას გამოხატავს, თუმცა თვალს გაუადვილოთ, რომ სექციებად დაყოს ეს ინფორმაცია, ხო? აი მსგავსი მაგალითად, ხო? ეს არ არის ფორსეტის მაგალითი, თუმცა მინდოდა მომეყვანა თქვენთვის და მეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა მხარეს, აი what music რო წერია, მიუხედავად იმისა, რომ კოდირებაში ძალიან ბევრი ეცა და სავარაუდოდ ავტორი და ასე თუ ისე კარგად დალაგებული კონტენტია, შეიძლება თქვენს კონკრეტულ აუდიტორიას აი ამდენი ფერად და ამდენ დეტალად კოდირებული ინფორმაციის წაკითხვა ძალიან დაეზაროს ან ძალიან დაფრთხეს ან შეეშინდეს ამ ყველაფერს, ხო? აი თქვენ ზემოთ ხედავთ ზუსტად სათაურის გვერდზე, რომ რაღაც 15 თუ მეტი კოდირების ის აქვს, დეტალი აქვს და შემდგომ ამის გაშლა უკვე ქვემოთ. ან იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის უნდა დაიწყოთ ოქროს შუალედი, ხო? არსებობს ინფორმაციის გამარტივება, მაგრამ ამ გამარტივებაში ის არ უნდა გავართულო კიდევ უფრო, ხო, ადამიანისთვის. ამიტომ ეს ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიზუალზე სწორედ იგივეს თქმა შემიძლია. აქაც ხედავთ იმ ტექნიკების მრავალფეროვნებას, რაც ჩვენ ავხსენით და რაც უნდა ვიცოდეთ, მაგალითად შემოხაზულობა, ის რაღაც წრეების გამოყენება, რაღაც ვიზუალური დეტალების, ტექსტის იერარქია, პროცენტების გადიდება, იკონების გამოყენება, ხატულების გამოყენება და ასე შემდეგ. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ძალიან ქაოსური ვიზუალია და თვალი როცა პირველი მოდის, საერთოდ ვერ ფოკუსირდება და ვერ ხვდება პირველი საიდან უნდა დაიწყოს კითხვა. შესაბამისად, ისევ და ისევ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ არ არის საჭირო, რომ ყველა ტექნიკა გამოიყენოთ, რაც მე ჩამოვთვალეთ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ, ასე ვთქვათ, ბალანსი, ხო?
მარცხენა მაგალითზე ბევრად უფრო მსუბუქად არის ეს ყველაფერი დატანილი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გადატვირთულობა მაინც არის, იმიტომ რომ აქ რაღაცა სტილები, იერარქია, ასე შემდეგ ცოტათი არეული შეიძლება იყოს. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც თვალი ხვდება რა რისი სექციის ნაწილია და რა როგორ წაიკითხოს. რისით თქმაც ჩვენ არ შეგვიძლია ალბათ მარჯვენა მაგალითზე ეკოლოგია სადაც წერია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად დატვირთული ტექსტი, კი გამოყენებულია ბევრი დეტალი, ბევრი კომპონენტი, რაც ჩამოთვალეთ იმისი, მაგრამ ისევ და ისევ როგორც წინა მაგალითებში, ცოტათი გადაზედმეტებულია ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ტექნიკა flows, ასე ვთქვათ, დინების ძალიან კარგი მაგალითი არის timeline, ხო? ყველამ ვიცით და ყველას გვინახავს მსგავსი ტიპის timeline-ები. აი ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის ეს პროექტი იყო, სადაც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას დაბადებიდან ესე ძალიან გრძელ timeline-ად ძალიან მარტივად მოყავდათ. გრძელი კი იყო, მაგრამ ინფორმაციის აღქმა იყო ძალიან მარტივი, რომ ავიღოთ მათი ცხოვრების რამდენიმე გვერდიანი და ციგნები იყო დაყვანილი ძალიან მარტივ 10-5 სკროლამდე მიწოდებული ინფოგრაფიკაში, ხო? ეს არის ასე ვთქვათ timeline-ის მოდელი, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ზუსტად იგივე ინფორმაცია აინშტაინზე გვაქვს აქ ბიოგრაფია და ზუსტად იგივე ინფორმაცია არის აი ამ ვიზუალშიც, ხო? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს ზემოთ მოყვანილი მაგალითი ბევრად უფრო მშვიდი წყნარი თვალისთვის სასიამოვნო და კითხვისთვის სასურველია, ვიდრე ამას რომ დავინახავთ, ალბათ პირველი რაც მოგვინდება არის ის, რომ ჩავსკროლოთ ან გავთიშოთ, ხო? ფერებზე როცა ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგიერთ ფერს ენიჭება ემოცია, განწყობა მოაქვს და რაღაცა აზრის მატარებელია, ხო? ამიტომ როცა მსგავს რაღაცაზე, რაღაც თემაზე მუშაობ, მსგავს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ. არის ბევრი ხასიათის კვლევა თუ რა ხასიათი რა ფერი რა ხასიათზე აყენებს თქვენს აუდიტორიას, რომ გითხრათ რომ ამას ხშირად ვიყენებთ ფორსეჯი მოგატყუებთ, უბრალოდ ნუ თუ თქვენს გაქვთ რაღაცა ინტერესი ფერების და ხასიათების შეწყობის, შეგიძლიათ ამითაც შეარჩიოთ თქვენი ვიზუალები და თქვენი კომუნიკაციის მასალების ფერები. თუმცა მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად გვაქვს საუბარი ზოგადად ფერებზე და ფერების მიხედვით ასოციაციებზე, ხო? მაგალითად, მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც რაღაცა პრესის თემაზე ვმუშაობდით, ჩვენ დიზაინერს ძალიან მოუნდა რომ ყვითლად გამოესახა ეს და ჩვენ გუნდის რამდენიმე წევრმა, რომელიც ჟურნალისტიკის სფეროდან იყვნენ, ძალიან ისე აღიქვეს, რომ როგორ შეიძლება ყვითლად ყველა ჩათვლის, რომ რაღაცა ყვითელი პრესაა და ეს რაღაცა ცუდი ტონი იქნება ვიზუალისთვის, ხო? ასე დეტალებზე უნდა დავფიქრდეთ, როცა რამეს ვქნით და ეს ფერთა ის ადამიანს იმდენად ყარათა გამჯდარი, შეიძლება თვითონ ვერც იაზრებდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ძალიან ბევრი ფერი ბევრ რამესთან ასოცირდება. ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა მსგავს ფერთა თამაშს დაიწყებთ. ასევე ფერთა ასოციაცია, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სიმწვანე, სიჯანსაღესთან ასოცირდება და სისუფთავესთან, ხო, ეს ჰაერის და ეკოლოგიურობის სისუფთავესთან. შესაბამისად, როცა გავაკეთეთ ერთ-ერთი ვიზუალი, სადაც საუბრობდით ჰაერის დაბინძურებაზე, ზემოთ ეს შავი ბოლი, რა თქმა უნდა, შავად მოვიყვანეთ, ხოლო ქვემოთ ეს ეკოლოგიური რჩევები მოვიყვანეთ რაღაცა მწვანე მანქანით, იმიტომ რომ ასოცირდება უფრო სწორედ იმასთან, რასაც ეს ვიზუალი ამბობდა, რომ როგორ ვიყოთ ეკოლოგიურად მეგობრულები ჩვენი გარემოს მიერ. აი მაგალითად, ესე რომ გაგვეკეთებინა, ეს და გვეთამაშა რაღაცა 3-4 ფერით, დამეთანხმებით, რომ არანაირად არ იქნებოდა სწორი მესიჯი და რა თქმა უნდა არც იქნებოდა თვალისთვის სასიამოვნო აღსაქმელი, ხო, დამღლელია პირიქით ეს და ვერც გაჩერდება ადამიანი და ვერც ჩაუღრმავდება, ხო, იმ ტექსტს, ვიდრე როცა აქ მშვიდი გადანაწილებაა ფერების და ჩვენს აუდიტორიას შეუძლია ძალიან წყნარად წაიკითხოს და ჩაუღრმავდეს იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ფერთა ასოციაციაზე, აი მაგალითად პოლიტიკური ფერები არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისი, თუ როგორ ასოცირდება რაღაცა პარტიების ფერები ჩვენს აღქმასთან, ხო? სათაური რომც არ წაიკითხოთ, თქვა, უბრალოდ ლეგენდა რომც არ წაიკითხოთ და წაიკითხოთ მხოლოდ სათაური, ხო? საპრეზიდენტო არჩევნები, რაღაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაღმასვლა, ლეგენდა არც კი გჭირდებათ იმისთვის, რომ აი ამ პატარა გიფზე მიხვდეთ, როგორ იცვლებოდა არჩევნების დინამიკა და ხმები როგორ ნაწილდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული 2013 წლამდე, ხო? აი ესეთი რაღაც ფერთა კომპონენტები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როცა ვქმნით ვიზუალებს.
ასევე ჩვენ დიზაინერების რჩევა არის ხოლმე, რომ რამდენიმე ფერის მონაცვლეობით შევქმნათ ხოლმე ვიზუალები და რაღაცა სიმშვიდე იყოს ვიზუალში და დაბალანსებულობა, ბალანსი ასე ვთქვათ, ვიდრე მსგავსი ვიზუალი იყოს, სადაც 12 ფერია, მე მგონი გამოყენებული თუ უფრო მეტიც და რაღაცა არც კავშირია, არც ერთიანობა და რაღაც არც მონაცვლეობა, ხო, ამ ყველაფერში. კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს წავიკითხოთ, ინფორმაციული შეიძლება იყოს ვიზუალი, მაგრამ ინფორმაციულობას აუცილებლად სჭირდება ასე ვთქვათ, სილამაზე და ის დამხმარე დიზაინის კომპონენტები და ელემენტები, რომელიც უმარტივებს თქვენს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას, ხო? აქაც მაგალითი არის და იმედია თქვენს კომპიუტერებზეც ისე ჩანს როგორც ჩემთან, ხო, რომ ხედავთ, რომ მარცხენა მხარეს კითხვადობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მარჯვენა მხარეს და უფრო ნათლად ხედავთ ამ იასამნისფერს და კრემისფერზე წარწერებს, ვიდრე აი ამ ფერთა განაწილებას, ხო? აქაც ვთქვათ, პირველზე ბევრად უკეთესად იკითხება, მეორეზე კარგად იკითხება, მაგრამ ზოგიერთ ეკრანზე შეიძლება არ იკითხავდეს და ბოლოში ჩემთან მაგალითად ძალიან გთავად ჩანს, იმედია თქვენს ეკრანებზეც მსგავსად ჩანს. ასევე დიაგრამებში ხშირად ხვდებით ხოლმე იმას, რომ ყოფენ რამდენიმე ფერად და ძალიან ბევრი ფერი არის და ხშირ შემთხვევაში ამაში Excel-იც არის დამნაშავე, იმიტომ რაღაცა ბევრფერიან ოპციებს გვაძლევს ხოლმე. თუმცა აქცენტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯობია ყველაფერი ის, რაზეც ნაკლებად გინდათ აქცენტი მიაქციოს თქვენმა მაყურებელმა და აუდიტორიამ, ჩავაქროთ, ასე ვთქვათ, გავამკრთალოთ და ხაზი გაუსვათ იმ კონკრეტულ ერთ დეტალს, რაზეც გვინდა რომ პირდაპირ ყურადღება და თვალი სწორედ იმ დეტალისკენ მივაპყროთ, ხო? ფოტოებსაც შეეხება, ხშირად ვხედავთ ფოტოებზე დატანილ ინფოგრაფიკებს და ასევე ხშირად ვხედავთ ფოტოებზე დატანილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას. ისევ ჩვენი წინა ვიზუალი, რომ გავიხსენოთ, ვხედავთ, რომ იგივე ინფორმაცია აქ არის დატანილი ფოტოზე და კითხვადობა და აღქმადობა არის საკმაოდ ცუდი, ხო? ამიტომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. ფოტოები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ხასიათის შემქმნელი ელემენტია, შესაბამისად ხშირად შეიძლება გამოვიყენოთ ეს ჩვენ პრაქტიკაში და ჩვენც ვიყენებთ ფორსეტი ამას, თუმცა უნდა ვიცოდეთ როდის როგორ უნდა მოვიცეთ. მაგალითად, რომ ცოტა ვიხმროთ, მარცხნივ მოყვანილი ასე არ უნდა დავიტანოთ ფოტოზე ჩვენი ამბავი, შეგვიძლია გვერდით დავუსვათ, ანუ აი აქ მაგალითად ამ ფოტოში ჩვენ ხედავთ, რომ სახასიათო ელემენტი ფოტოს მოაქვს, მაგრამ ტექსტიც ცალკე არის გამოტანილი. ან შეგვიძლია ბექგრაუნდი ასე ვთქვათ, ფონი ისე ჩავაქროთ, რომ ტექსტის აღქმადობას მან ხელი არ შეუშალოს, მაგრამ ხასიათი მაინც შეგვიქმნას და ეს დიზაინ ელემენტი, ემოციის მომყვანი ელემენტი, რა თქმა უნდა, თავის ფუნქციას შეასრულებს ამ შემთხვევაში. ასევე ფოტოების გამოყენება შეგვიძლია, ასე ვთქვათ, შემოქმედებითად რომ მიუდგეთ მონაცემების არტს, ხო? და მონაცემთა ვიზუალიზაციას. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა დეტალებში არის გამოყენებული და კოდირებული არის ინფორმაცია და ეს მარტივი ელემენტები, როგორც არის ჩადრი, კრიალოსანი და ეს კუდი არის გამოყენებული როგორც ჩარტის აღქმადი ელემენტები, ხო? როგორც წმინდა მონაცემთა ვიზუალიზაციაში მე ხანდახან ვეწინააღმდეგები ხოლმე ამ ზედმეტად ხელოვნების შემოტანას, თუმცა ამას თავისი ადგილი აქვს და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვისაც კი, კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვისაც კი, ძალიან კარგად არის დაბალანსებული ის ინფორმაციული კომპონენტი, რაც არის მონაცემები და ის შემოქმედებითი სილამაზის კომპონენტი, ხო? აქაც მსგავსად, აი ეს კიდევ უფრო ცოტა ხელოვნებისკენ არის. აი აქ უფრო უკეთესად ხედავ ინფორმაციას და აი აქ მაგალითად ჩემთვის ცოტათი ზედმეტი ხელოვნებაა. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი ფორმა და თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, ვისთვის აკეთებთ, ხო, რომელი აუდიტორიისთვის თქვენს პროდუქტს და როგორ უნდა მიაწოდოთ იგი. თუ თვლით, რომ თქვენი აუდიტორია ამას კარგად აღიქვავს და ინფორმაციულობა ზუსტი იქნება და დაცული იქნება და აი ეს თუნდაც დონატ დიაგრამა არის სწორედ დათვლილი და ტექნიკურად აწყობილი, მაშინ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მწვანე აუნთოთ თქვენ თავს. ჩვენ ილუსტრაციებს ხშირად ვიყენებთ ხოლმე, სწორედ აი ამ ფოტოებთან და დიზაინთან ერთად ილუსტრაციებს ვიყენებთ ემოციის მოსატანად, ხო? ადამიანებს დიაგრამების აღქმაში ვეხმარებით ხოლმე ილუსტრირებული ელემენტები და აი აქ მაგალითად დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა გვაქვს გამოხატული, როდესაც ვსაუბრობთ ელექტროენერგიაზე, გვაქვს გამოხატული ელექტრობოძებით, ხო? ეს თავის ფუნქციას ასრულებს იმას, რომ ხასიათი მოაქვს, ადამიანი ეგრევე ხვდება, რაზე არის საუბარი, თუმცა ინფორმაციულობა და ის კომპონენტები, რაც არის სიზუსტე, ხო, აი ამ ზომებს შორის არის დაცული აბსოლუტურად. ასევე არის პატარა ილუსტრაციის ელემენტი, რომელიც არის პატარა
წერო ამ შემთხვევაში ან ეს ბავშვები ნოლებში ჩახატული ეს ყველაფერი არის დამხმარე ელემენტები ისევ და ისევ ხასიათის შესაქმნელად, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმ ფუნქციურობას, რომ აღვიქვათ, რამდენი არის რეალურად მონაცემი და მონაცემი როგორ აღვიქვათ, ხო? აი აქ მაგალითად კარგი მაგალითია იმისი, რომ ილუსტრაცია როგორ გვეხმარება ხასიათის შექმნაში, ხო? აი 2010-დან 2013 წლამდე ცხელხაზზე შესული შესული ზარების ზრდა უნდა დაგვეფიქსირებინა და ცხელი ხაზი რახან იყო ცეცხლით წავუკიდეთ ქვემოდან და ტელეფონით აი ბოლოს უკვე გაგიჟდა ხო იმდენი ზარი შემოდის. აი ესეთ პატარა-პატარა დეტალებით შეგვიძლია ფუნქციურობას სილამაზე შევმატოთ და ჩვენს აუდიტორიას გავუმარტივოთ აღქმა ჩვენი სათქმელის. და ბოლო სექცია ჩემი პრეზენტაციის, რაზეც მინდა თქვენთან საუბარი, თუ თქვათ ყველაფერი საინტერესო იყო, რაც მე მოგიყევით, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდეს კითხვა, თუ როგორ შეიძლება ჩავერთოთ ამ სფეროში, ხო? ეს სფერო არის და საიდან დავიწყოთ? ეს სფერო არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ბევრი პროფესიის გაერთიანება შეუძლია და რაღაცა კონკრეტულზე სწავლა არ არის ამისთვის საჭირო. ანუ მე რა გულისხმობ? რა თქმა უნდა, მონაცემებში ძალიან ბევრია მონაცემთა ჟურნალისტი, ხო, რომლებიც ჟურნალისტები არიან და შემდგომ მონაცემებს სწავლობენ. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან პროგრამისტები, დიზაინერები, ძალიან მრავლის მომცველი სფეროა. შესაბამისად, კონკრეტულად აი ამაზე ჩავაბარებ და ეს გამოვალ არ არის, რაც ასევე ძალიან კარგია იმისთვის, რომ თუ თქვენ უკვე სადღაც სწავლობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში თქვენთვის კარი დახურულია, ხო? ნებისმიერ დროს ეს ისეთი სფეროა, თქვენ თუ ინტერესი გაგაჩნიათ, შეგიძლიათ ჩაერთოთ და ძალიან მაგარი რაღაცები შექმნათ, ხო? და თუ არ ჩაერთვებით და არ შექმნით, ელემენტარულად კარგი მომხმარებელი მაინც იქნებით და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმისათვის, რომ ეს სფერო განვითარდეს, პირველ რიგში უნდა განვითარდეს მომხმარებლის მონაცემების ცოდნა, მონაცემთა აღქმის ცოდნა და ასე შემდეგ. პირველი რაზეც მინდოდა ზუსტად აი რაც უკვე ჩამოვთვალე, აქ საუბარი არის ის, რომ უმეტესწილად მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობენ მონაცემთა მეცნიერები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ანუ სტატისტიკოსები, ამბის მფრობელები, კოპირაიტერები, ხშირ შემთხვევაში ესენი ჟურნალისტები არიან, თუმცა არა მარტო, დიზაინერები და პროგრამისტები. თუმცა უკვე ხშირად ხედავთ ისეთ ტენდენციას, რომ 5-1-ში პრინციპით მიდის მსოფლიო, ხო, ამ სფეროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყავს ჟურნალისტი, რომელმაც იცის კოდირების საწყისიც, იცის ცოტაოდენ დიზაინიც, ან შეიძლება ძალიან ბევრი დიზაინიც, მონაცემთა ანალიზი ძალიან ძლიერია და შეუძლია თვითონაც კი მოიპოვოს მონაცემები კოდის საშუალებით. შესაბამისად, ეს არის ის უნიკალური ხალხი, რომელიც ძალიან მაგარი პროფესია აქვთ მათ და ეს არის მხოლოდ ისევ და ისევ ეს არის სწავლება ეს არის თვითგანვითარებადი უნარები და ჩემი გუნდი მაგალითად არის დანაწევრებული, ხო? ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი როლი აი ამ 5-დან ჩამოთვლილში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც ამაზე მუშაობს. თუმცა ფრილანსერები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, არიან ეს 5-1-ში ადამიანები, რომლებსაც მე მაგალითად ძალიან მშურდა და ყოველთვის მინდა რომ გავიუმჯობესო დანარჩენი უნარები. პირველი რჩევარის მოცემად შემიძლია არის საერთოდ უნდა გაერკვეთ თქვენ თავში გაინტერესებთ თუ არა მონაცემები. ხო, ეს ძალიან სპეციფიური თემაა და ყველა შეიძლება არ აინტერესებდეს, ხო? ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ აღმოაჩინოთ თქვენი ირგვლივ არსებული მონაცემები და აი ამ მონაცემების აღმოჩენის და გარკვევის პროცესში ალბათ უფრო მიხვდებით გაინტერესებთ თუ არა თქვენ ეს. ბევრმა არ იცის და მე ძალიან მიყვარს რომ მონაცემები არის საჯარო. ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია, მიიღოს იგი 10 დღის ვადაში, თუ არ მიიღებს ეს უკვე კანონდარღვევა არის, თუ რაიმე სახის უკავშირს არ მიიღებს, ხო, ამა თუ იმ უწყებიდან და შეუძლია მიიღოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესე ეგრეთ წოდებულ machine readable ფორმატში, ანუ მანქანის მიერ აღქმათ ფორმატში, ან კომპიუტერისთვის აღქმათ ფორმატში, ხო? იქნება ეს Excel თუ სხვა სტატისტიკური პროგრამა, რომლის გადამუშავებაც შეგიძლიათ მერე თქვენ. ჩემი რჩევა იქნება, რომ დაინტერესდეთ რამე კონკრეტული თემით, რა მონაცემები არის თქვენს უნივერსიტეტში, ან თქვენს სამსახურში თუ მუშაობთ, რა მონაცემები არის თქვენ ქალაქზე, სოფელზე. შეიძლება ეს იყოს ძალიან მარტივი მონაცემები, მაგალითად, როგორც არის ხეების რაოდენობა, სკვერების მოცულობა, მწვანე ადგილების მოცულობა და ასე შემდეგ. და უბრალოდ ამ ინფორმაციების გამოთხოვისას ეცადოთ იპოვოთ რაღაცა ამბები, ხო? ასევე საინტერესოა ის, რომ თუ რაღაცა კონკრეტული თემა გაინტერესებთ,
იქნებ თქვენ თავად შეგიძლიათ შექმნათ ეს მონაცემები, ხო? გააკეთოთ რაღაცა ონლაინ კითხვარები, რომელიც მეთოდოლოგია ცოტა რთულად გასამართია, რომ წარმომადგენლობითი იყოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს თქვენი სავარჯიშო, რომ დაიწყოთ ამ სფეროში თქვენი თავის ძიება, ხო? ან შეიძლება თქვენ პროგრამის მეგობარს, ან თუ ხართ პროგრამისტი, დააწეროთ პატარა კოდი და ეგრეთ წოდებულ სკრეიპინგის საშუალებით შეგიძლიათ ბაზა თქვენ თვითონ შექმნათ ამ მონაცემების, ხო? მეორე რჩევა, რაც მაქვს, უკვე თუ ვიპოვეთ რაღაცა მონაცემი, საინტერესო ინფორმაციაც ამოვიკითხეთ და გავაანალიზეთ მასში, გადავიდეთ უკვე ამის ტექსტად ქცევაზე, ხო? მხოლოდ ტექსტი ოღონდ საინტერესო უკვე აღარ არის. ამიტომ აქ დაგვჭირდება, რომ ცოტა კვლევა ძიება გავაკეთოთ თანამედროვე ამბის თხრობის ტექნიკების შესახებ, ხო? აი მაგალითად ისეთი დიდი გამომცემლობები, როგორც არის New York Times-ი, ძალიან წინ წავიდა მონაცემით ამბის თხრობაში. თუნდაც კორონას ამბებზე ძალიან ბევრ ინტერაქტიულ საინტერესო ამბავს ქმნის. იქნება ანიმაციები, მოძრავი გრაფიკები, ვიდეოები, VR, AR ტექნოლოგიის დახმარებით და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ სანამ ტექსტის უშუალოდ თეთრად დაწერაზე გადახვალთ, ჯერ მოვიგონოთ თქვენი მონაცემები რა ფორმატის გამოყენების საშუალებას გაცნევთ და მე შეგიძლიათ შექმნათ ეგრეთ წოდებული კრეატიული ტექსტის ვერსია. ჩვენ ამას ვეძახით copywriting-ს, ხო? ანუ copy შექმნათ თქვენი ამბის თუ როგორი ჩონჩხი ექნება ტექსტობრივი. მესამე რჩევა იქნება, რომ ამბავს როცა უკვე ტექსტობრივ ჩარჩოს მოვარგებთ, გამოვსახოთ ვიზუალურად თქვენი სათქმელი, ხო? მონახაზი ისევ და ისევ მე უკვე ვახსენე, აი აქ შემოდის უკვე მონახაზის მნიშვნელობა. შეგიძლიათ თქვენი მონახაზი თქვენი ტექსტი გადაიტანოთ მონახაზზე და ვიზუალურად პირველად დაინახოთ თუ რა ფორმა აქვს თქვენს ამბავს. და მხოლოდ შემდგომ უკვე მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ვიზუალური პროგრამა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბაღში და სკოლაში კარგად ხატვა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გამოხვალთ დიზაინერი, ან პირიქით თუ ცუდად ხატავდით, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ გამოხვალთ დიზაინერი. ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ვინც ასე ვთქვათ, კარგად ხატავს, მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან კარგი დიზაინერი ყავს, რომელიც უბრალოდ არის გრაფიკული დიზაინერი, ძალიან კარგად საერთოდაც ვერ ხატავს, მაგრამ ძალიან კარგი სივრცითი აღქმა აქვს, ფერთა აღქმა აქვს და შესაბამისად კონტენტის დალაგება არანაკლებ კარგად შეუძლია, ვიდრე ხატვას, ხო? ხშირ შემთხვევაში შეიძლება ხატვა უფრო შეგეშალოს ხელი იმაში, ამ კონკრეტულ სფეროში, რომ აი ზედმეტად არყში და ხელოვნებაში არ გადაიტანო ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები, ხო? შემდგომ უკვე ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ხელსაწყოს. Adobe-ს დავიწყებ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია Adobe-ს პროდუქტებს ხმარობს, იმიტომ რომ როგორც თქვენ კონკრეტულად დიზაინერები და ილუსტრატორები ყავს, თუმცა თუ თქვენ თქვათ Adobe-ს და რაღაცა ტუტორიალების ჩაჯდომა, უფრო ესეთი მსუყე პროგრამების ჯერ არ გინდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ შედარებით უფრო მარტივი გზით, იმიტომ რომ ეს ხო აღმოჩენის პროცესში ვართ, ახლა ჩვენ გვაინტერესებს თუ არა საერთოდ ეს მიმართულება, ამიტომ რაღაცა Adobe-მ და ესეთ მძიმე პროგრამებმა შეიძლება სურვილი დაგვიკარგოს, იმიტომ რომ ცოტა ტექნიკურია, ხო? თუმცა ასევე PictoChart, Canva და სხვა მრავალი პროგრამები, თუნდაც ამას რო თავი დავანებოთ, არსებობს კიდე მონაცემთა ვიზუალიზაციის და დიზაინის ჯამური პროგრამები, როგორიც არის Flourish, Data Reaper და ასე შემდეგ, სადაც შეგვიძლია ჩვენი მონაცემები გავალამაზოთ, არის შაბლონები, რომელსაც მოვარგებთ და თითის რამდენიმე დაწკაპუნებით და გადალაგებით და სტრუქტურის და ფორმის მიცემით, შეგვიძლია ძალიან ლამაზი ამბები შევქმნათ, ხო? რჩევა ნომერი 4 მექნება ის, რომ თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, აუცილებლად ეცადოთ, რომ მონაცემები არ დატოვოთ სტატიკად და თუ მონაცემები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ინტერაქცია გქონდეს, აუცილებლად გააცოცხლოთ ის პროგრამირებით და კოდირებით, ხო? აქვე მინდა აღნიშნო, რომ პროგრამირება ან პროგრამირების სწავლის დაწყება არანაირად არ არის მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკაში მაღალი ქულის ქონით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური აზროვნების საჭიროება, ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, და თუ თქვენ გაქვთ აი ინტერესი ამ ლოგიკური ამოცანების, სირთულეების, მარტივად გადაჭრის გზების, ძიების და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ძალიან დაინტერესდეთ ამ პროგრამით. მე აქ ახლა მაყავს მოყვანილი ორი პროგრამა, რომელიც არის შედარებით უფრო საბავშვო პროგრამები, თუმცა მე მაგალითად ვიცი ძალიან ბევრი ზრდასრული ადამიანი, რომელიც სწორედ ამ პროგრამებით სწავლობს, იმიტომ რომ იმდენად მარტივად არის აქ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი, რომ პირველ ნაბიჯად შეიძლება ძალიან კარგი რესურსი იყოს, თუნდაც ზრდასრული ადამიანისთვისაც. ხან აკადემია საინტერესოა ის, რომ უკვე ქართულადაც ითარგმნა და თუ ენის ბარიერი გაქვთ, ეს აღარ არის უკვე ბარიერი, შეგიძლიათ ხან აკადემიზე ქართულად მოიძიოთ რესურსები და Code.org-იც კი ძალიან კარგი საშუალება ამისთვის. შემდგომ უკვე არის ძალიან ბევრი სხვა
პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ თუ აი ეს დაგაინტერესებთ, უკვე გადახვიდეთ ასე ვთქვათ შემდეგ ეტაპზე. და მეხუთე რჩევა იქნება, რომ ყოველთვის ეძებოთ და იპოვოთ შთაგონების წყარო. შთაგონების წყარო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ უნდა გაეცნოთ თუ რას აკეთებენ ამ სფეროში სხვები, როგორ მაგარ რაღაცებს ქმნიან და რა შეიძლება თქვენ მოიფიქროთ თქვენი პროექტისთვის, ხო? ამისთვის არის ძალიან ბევრი პროგრამა, ძალიან ბევრი საიტი, სადაც აკუმულირდება ეს საუკეთესო მაგალითები და შეგიძლიათ თანამედროვე ტენდენციებს და მიდგომებს გაეცნოთ, რომ არ ამოვარდეთ საერთაშორისო კონტექსტიდან. Visual Eye არის ერთ-ერთი ესეთი ბიბლიოთეკა, სადაც ძალიან კარგი ინფორმაციული დიზაინის მაგალითებია. რა თქმა უნდა, დიზაინერები თუ გვისმენენ და იციან Dribbble და Behance, ეს არის დიზაინის შთაგონების ერთ-ერთი მთავარი საიტები, სადაც ყველაფერი ძალიან კარგი ნამუშევრები იდება და შეგვიძლია ვნახოთ თუ ვინ რას აკეთებს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება კონკრეტულად ინფორმაციულ დიზაინს, daily infographics და flowing data არის ის ორი მაგალითი, რაც მე შემიძლია გაგიზიაროთ, თუმცა მილიონი არის Google-ში და შეგიძლიათ თქვენითაც იპოვოთ და აქ უკვე შეგიძლიათ კონკრეტულად ინფორმაციული დიზაინის კუთხით მიიღოთ ინსპირირება. დატავის კოლაჟი ეს არის უფრო საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც გეხმარებათ კონკრეტულად რა ფორმის, რა სახის დიაგრამები არსებობს და რა მონაცემების გამოყენება შეგვიძლია ჩვენ ამ კონკრეტული დიაგრამის. და უკვე ყველაფერს ინსპირაციას მივიღებთ, ტექსტებს დავალაგებთ და უკვე გადავალთ იმაზე, რომ დიაგრამები დავსახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შევარჩიოთ ეს დიაგრამები და ეს არის ის რესურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ვიზუალისთვის, ხო? მე მგონი სულ ეს იყო. ძალიან არ გამიგრძელდა იმედია. მე მგონი კითხვები არ გვაქვს, ხო? რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმენდით. იმედი მაქვს, რომ ცოტაოდენი სინათლე შემოვიტანეთ თქვენთვის იმის აღქმაში, თუ რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ამაში ალბათ ცოტათი კორონავირუსის დაგეხმარათ, იმიტომ რომ ნათლად დაინახეთ მონაცემთა საჭიროება და მისი სწორედ გაგების საჭიროება, ხო? და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი თუ არა ამ ვიზუალების ამ პრეზენტაციის მერე, როცა ნახავთ მონაცემთა ვიზუალიზაციას, რაღაც პრინციპები მაინც გაგახსენდებათ და ცოტათი უფრო კრიტიკულად შეხედავთ ყველა იმ ნამუშევარს. ძალიან დიდი მადლობა და იმედია კიდევ ვითანამშრომლებთ UNILAB-თან და სხვა უკვე ფიზიკურ სივრცეშიც მოგვეცემა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის. ნახვამდის.